და ისევ საქართველოს უცხოეთის ქვეშ სპექტაკლის პრემიერა გაიმართება 2 თებერვალს ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე. სპექტაკლი ირაკლი სამსონაძის 2 პიესას მეთევზე 1-2 და ყოფილების სარეცელს აერთიანებს. სპექტაკლის რეჟისორი კოტე აბაშიძეა. მისი თქმით 2 პიესის ერთ სპექტაკლად დადგმა დიდი გამოწვევა. რეჟისორს იმედი აქვს, რომ პრობლემები, რომელიც მცირე სცენაზე მსახიობების დახმარებით იქნება წარმოდგენილი, მაყურებელს ბევრ რამაზე დააფიქრებს. სპექტაკლზე უცხოეთის ქვეშ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. საპრემიერო ჩვენება გაიმართება 2, 3 და 4 თებერვალს მცირე სცენაზე საღამოს 19 საათზე. იმით არის კიდე საინტერესო პიესაში, როგორც ვითარდება მოქმედებები, ხოლმე რომ ძირითადად სხვა გმირები არიან გარდაცვლილებს თამაშობენ და მხოლოდ მე და ჯემალის ხვდა წილად ეს ცოცხლების თამაში, მაგრამ ეს ის შემთხვევა გარდაცვლილის თამაში, რომ უკეთესი ვარიანტია იმ გაგებით, რომ მოკლედ ძალიან მტაცებელი ცხოველის როლში ვართ, ასე ვთქვათ, ეს 2 ცოცხალი ადამიანი, ამიტომ არის ძალიან საინტერესო. ბევრი რამ გახდა ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი და კიდევ უფრო დასაფიქრებელი. მე ვიცი, რომ მრავალ თეატრში დაიდგა ყოფილების სარეცელი, მაგრამ აი ესე გაერთიანებულად 2 პიესა ერთად 2 მეთევზე და ყოფილების სარეცელი, მე მგონი ბათუმის თეატრში ირმება პირველად. საქმე იმაშია, რომ თვითონ დრამატურგი საინტერესოა, ეს ერთი და ყოველთვის საინტერესოა როგორც მსახიობისთვის ირაკლი სამსონაძის პიესაში მუშაობა, ასევე ძალიან საინტერესო რეჟისორიც არის ბატონი კოტე აბაშიძე. ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან სერიოზულად, ძალიან საინტერესო, ძალიან დიდი დატვირთვით და იმედი გვაქვს, რომ ამ პიესას მაყურებელი მიიღებს სათანადოდ. იმ თემატიკიდან რომელიც არის ასახული 2 პიესაში, ძალიან აქტუალური და ძალიან მტკივნეული ჩვენი საზოგადოებისთვის, მოვახდინეთ ამ 2 პიესის ერთი სპექტაკლის სინამდვილეში გაერთიანება. ეს არის ძალიან რთული და რისკიანი, ასე ვთქვათ, ნაბიჯი ჩემი მხრიდან, რეჟისორის მხრიდან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემოქმედებით ჯგუფთან და არტისტებთან ერთად პირველ რიგში მაყურებლამდე მევიტანთ იმ უამრავ მტკივნეულ პრობლემას და აქტუალურ პრობლემას, რომელიც ჩვენ სინამდვილეში არის.